საღამო მშვიდობის მეგობრებო. აბა როგორ ხართ? სალამი მოგესწრებო. აბა როგორ ხართ? სალამი მოგესალმებით ყველას. იმედია დღემ კარგად ჩაიარა თქვენთან. დღეს ცოტა ადრე მოვედი მეგობრებო, ადრე გამთავისუფლდი, იმედი არ შემაწუხებს, არ დამიძახებს. ხო, ასე რომ აბა როგორ ხართ? მორგანა, სალამი. სალამი ყველას, აი მორიელიც მოვიდა. სალამი ჯგუფის წევრებო და არაწევრებო, ყველას მოგესალმებით. მორიელ როგორა, დაიძარი თუ არა? საღამო მშვიდობისა. კარგად გაიხარეთ. თქვენი სახელი თუ შეიძლება user რა არის, არც სახელი გაქვთ, ფოტო გაქვთ. მოგესალმების, უნდა მოგესალმო, ხო უნდა ვიცოდე? რანაირია ეს უსახელო და უგვაროები, მეგობრებო? ხო, აქ ხარ, მორიელ, აქ ხარ. არ წასულხარ, ისე ვიქხარ. ძალიან ცუდი. შევდივარ შენს მდგომარეობაში, მორიელ. რითი დაგეხმარო, არ ვიცი ძამა. არ ვიცი რითი დაგეხმარო, ძალიან მინდა, მაგრამ არ ვიცი რითი დაგეხმარო. რაშვაში. ჩემი შვილების მამას სახელით რომ ვიყო არ უნდაო. გაიხარეთ, ღმესი მადლობა. თქვენ არ გინახიათ ჩემი ხით-ხითი. კის-კისი არა, ჩაბჟირებამდე შემიძლია ვიცინო, მეგობრებო, ისე შემიძლია გავიცინო, რომ შეიძლება სასწრაფო დამჭირდეს, ოღონდ მართლა. არა, კითხვა-პასუხი არასდროს არ მექნება. კითხვა-პასუხი არა, მეგობრებო. კითხვა-პასუხი არა, მეგობრებო. მინაუ ჯიშო მეგრელე. თქვენი ქმარი? აიხარი მორიელი. ძალიან მინდა მართლა დაგეხმარო, უბრალოდ ვერ ხვდები როგორ. ურმესი მადლობა ყველა საჩუქრებისთვის, მეგობრებო. ეხლა ესე საჯაროდ აქ შეკითხვებზე პასუხი არ მაქვს, მეგობრებო. დამპალი თუა დაბრუნება რა გინდა შეკავა? დამპალის დაბრუნება რაღაც გინდა, თუ ქალი ხარ. დამპლები და რა ადამიანების დაბრუნება უკან არ ხირს. ეხლა მე სანამ თემას შევარჩევდეთ და სანამ გადავწყვიტავდეთ რაზე ვისაუბრებ. ხო, მასე შეიძლება, კი? მასე შეიძლება, ნერვების ჭია უნდა იყო მისი. აი ასე ზუსტად. ვერც გადაგაგდოს და ვერც რაღაცნაირად. ჩამადან без ручки რო იტყვიან. აი ასე. ისე ეკუთვნის მასეც. დამპლებს მასე ეკუთვნის. დამპლებს მასე ეკუთვნის.
მოკლედ მეგობრებო, მოდი ახლა დავიწყოთ თქვენი ენერგიებით. რა ხდება თქვენ სივრცეში? ახლა მაინტერესებს. იმედია მოგცემთ ამის უფლებას, რომ ჩავიხედოთ თქვენ სივრცეში. თქვენი დღევანდელი ენერგიები საით მიისწრაფით, მაინტერესებს მეგობრებო. დავიწყოთ ხო? დავიწყოთ თქვენი ენერგიები, ვინ ხართ თქვენ? ხო, აი თქვენი მდგომარეობა. აი თქვენი მდგომარეობა მეგობრებო, სტრესი. აი თქვენი მდგომარეობა. ძალიან აგრესიებში ხართ გადასული, ძალიან სტრესში ხართ გადასულები, დასტრესილები ხართ. აი კამათის ენერგიები გაქვთ. კამათოთ, ყველაფერზე კამათოთ. აქ ხატი აყურეთ. აქ ყველაფრის ჩეკი ხატია. სიყვარულის, ფულის, დოლარის, ევროს, ანუ ყველაფრისგან ხართ დასტრესილები. აქ ხატია ყველაფერი. სახლი, კარი, პარტნიორი, ფული, დოლარი, ევრო, ლარი, რა ვიცი, ყველაფერი ახატია მეგობრებო, რა კარტი გადავარდა? რა კარტს ვკარი ხელი. მეგობრებო, ხვლების პაჟი. ხო. თქვენი პარტნიორი მოქმედების პროცესშია. ხო, მეგობრებო, აი ესეთ ენერგიებში ხართ. დასტრესილები ხართ, მაგრამ ძალიან მებრძოლ ენერგიებში ხართ. ჩხუბის ხასიათზე ხართ, რო იტყვიან. ძალიან ისეთი ადამიანები მიყურებთ, ამ კარტს ვერ გამოვაჩენ, მაგრამ ძალიან სექსუალურები, ძალიან მიმზიდველები, ძალიან აი ადამიანს ენერგიას აძლევთ, თქვენგან ადამიანები ენერგიას მოგულობენ მოკლედ. ხო, აი ტელეფონ ბერე გარელაო. სად შეგვიძლია? ამის დრო გვაქვს? არ შეიძლება ახლა ეს ამბავი. ხო, მეგობრებო, ნახეთ როგორ აი შეპყრობილები ხართ, ხელფეხ შეკრულები ხართ და ამის გამო ხართ დასტრესილები. კიდევ რა ხდება, როგორ ენერგიებში ხართ? საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით. აი აქ არის კიდევ ერთ-ერთი რაღაცა. თითქოს ვიღაც ადამიანის გამო ხართ ასე, თითქოს ვიღაც ადამიანი გაიძულებთ, ან ადამიანის გახართ იძულებით ასე. აი რაღაც მსგავსი ხო, ნახეთ როგორი კარტია. კი. როგორ ენერგიებში ხართ? მაინც რაღაცის იმედი გაქვთ, მაინც რაღაცის მოლოდინი გაქვთ ჩართული. ლოდინის რეჟიმი გაქვთ ახლა, მაინც ელოდებით რაღაცას. რაღაცის დამტკიცებას ელოდებით. ვინ რის დამტკიცებას ელოდებით, ვინ რაღაც საბუთს ელოდებით, ვინ ფულის დარიცხვას ელოდებით, ვინ ვიღაცა რაღაცას ელოდება. ახლა ეს თქვენ მოერგეთ, ვინ რას ელოდებით მეგობრებო. ახლა მორიელს თუ შეეხება, ვიცი რასაც ელოდება. მორიელი, შენ რას ელოდები ვიცი? ხო. მორიელი რას ელოდება ვიცი მეგობრებო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან კარგი მეგობრები და დღეს ვისაუბრეთ არა, მაგრამ ვიმესიჯეთ, კი? აი ვიმესიჯეთ. არის დრო როცა ვურეკავთ და ლაპარაკობთ, ვსაუბრობთ ლაივით. კი მეგობრებო? ხო. მოკლედ რაღაცის მოლოდინში ხარ მორიელი და შენ რას ელოდები ეს ვიცი მე. ხო. დანარჩენი არ ვიცი, დანარჩენება მოერგოს. ხო, ძალიან ძალა გამოცლილები ხართ. კიდევ რა ხდება თქვენთან, თქვენი ენერგიები? აი რა ვქნა მეგობრებო, ძალიან ისეთი დასტრესილი ფონი გაქვთ დღეს. აი ესე მირჩევნია იყოს. ძალიან დასტრესილი ფონი გაქვთ დღეს მეგობრებო. ძალიან გაბრაზებული ხართ. შორს იმყოფებით რაღაციდან, გაერიდეთ, თუ გინდათ გაერიდოთ ამ ყველაფერს. აი დაიღალეთ ამ ყველაფრით. აი რაღაც დაბრკოლებებით დაიღალეთ. ამ განშორებებით დაიღალეთ. ამ მოშორებით რასტაიანიე, პრეგრადა, რაზლუკა, ადდალიონას. აი ამ ყველაფრით დაიღალეთ მეგობრებო. ხა. წასულ მოსული. ზოგი სულ გზაშია, გზა ხარია. წასულ მოსული დაუსრულებელი გზა, ზოგს ცხოვრებისეული გზა. ზოგს მართლა მანძილი, ზოგი წასვლა-მოსვლით დაიღალა, ზოგი აი ყველაფრით დაიღალეთ მეგობრებო. და ამ ყველაფერზე გინდათ უარი. ზოგი დაიღალეთ ამ ყველაფრიდან უარის თქმით.
ბევრს უარი გაქვთ ბევრი ცხოვრებაში და ამით დაიღალეთ. ანუ ძალიან ბევრი დაბრკოლებები გაქვთ და ამით დაიღალეთ მეგობრებო. ზოგი მიტოვებული ხართ, ზოგი დატოვებული ხართ, ზოგი ბესპრიჩინი, აი უმიზეზოთ რომ ადამიანები გადანაშაულებენ, უმიზეზოთ რომ ადამიანები გტოვებენ, უმიზეზოთ ადამიანები რომ შეურაცხყოფას გაყენებენ. აი უასოზე უმიზეზოობით დაიღალეთ მეგობრებო. არ გეკუთვნით და რომ ადამიანები მაინც ასეთ დღეში გაყენებენ, აი ამ ყველაფრიდან დაიღლეთ. ხო, მეგობრებო. აქვე მოდამ. ხო? ღირბიანი ადამიანებიდან დაიღალეთ. აი რა ვთქვა. აი თქვენი ამჟამინდელი სიტუაციის მიზეზი მეგობრებო არის ეს. აი ნახეთ რა წერია? აი ნახეთ რა წერია? მე არაფერს არ ვიტყვი, გაჩვენებთ კარts რაც წერია. აი ეს არის თქვენი ამ ყველაფრის მიზეზი. თუ იცით, თუ არ იცით. ხო. და ამიტომ უნდა გაიკეთოთ წმენდები. ხო. ხო, მეგობრებო. პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული. სადღაც შეცდომა დაუშვით. შეცდომის დაშვებაში იმას არ გულისხმობ, რომ რაიმე დააშავეთ. არა, მეგობრებო. შეცდომა დაუშვით, იცით რაში? ადამიანების ნდობაში. ყველას რო ენდობოდით იმაში. სათქმელს რო არ ეუბნებოდით არავის. ნახე პირში წყალს რო იგუბებდით. ხო, ადამიანს როდესაც უნდა მიუჩინო თავისი ადგილი, ამას არ აკეთებდით ხათრით, რიდით, თავს ღუნავდით ყველაფერზე, უი არა უშავს, კიდე მე გავჩერდები. არა, მეგობრებო, ამით დააშავეთ. ესა თქვენი დანაშაული. მეტი კი არაფერი. ხო, აი ესა თქვენი დანაშაული. ესა თქვენი შეცდომა, რომ სათქმელს თავის დროზე არ ამბობთ და არ ამბობდით. ესა შეცდომა, თორემ მეტი შეცდომა კი არაფერი. ამან შეგიყვანათ დანაკარგებში, საკუთარი თავის თავგანწირვამ, ადამიანებზე ზრუნვამ, აი არასწორი გზა არის ეს თქვენი მხრიდან. ადამიანების თქვენ გესმოდათ, თქვენი არავის ესმოდა. აი ესა შეცდომა. თქვენი შეცდომა არის აქ. მეტი კი არაფერი. და სულიერად დაიკარგეთ. იმიტომ დაიკარგეთ, რომ სხვებისთვის ზრუნვაში დაიკარგეთ მეგობრებო. სხვების დროის კარგვაში დაიკარგეთ მეგობრებო. დრო დაკარგეთ და დაიკარგეთ. ზოგმა ფინანსები დაკარგა, ზოგმა ჯანმრთელობა დაკარგა, ზოგმა ცხოვრების გზა დაკარგა, გადაუხვიეთ გზიდან მეგობრებო. იმედი არ გეწყინებათ ამას რომ ვამბობ, მაგრამ კი, მეც მჭირდა ეს. ეს მე დღესაც მჭირს თუ იცით, მორიელმა იცის. მორიელ შენ იცი რაზეც ვსაუბრობ, დღეს რაზეც ვისაუბრეთ. კი. მეც აი ზუსტად ეხლა დამემართა მე. ეხლა. სულ რაღაც 2 დღეა. აი ეს ამ პოზიციის გამო. აი, ნახეთ? ნახეთ? პირში წყალი მაქვს ჩაგუბებული დღესაც. ხა. ეხლაც პირში მაქვს წყალი ჩაგუბებული, სათქმელი მაქვს და არ ვამბობ. ესაა შეცდომა, დიდი შეცდომა. გაიხარე, უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო. თუნდაც ურთიერთობაში, მეგობრებო, ხო ეს კარტი ამოვიდა, თუნდაც ურთიერთობაში, არასდროს არაფერს არ ამბობთ, არასდროს არ ამბობდით და ამან მიგიყვანათ ამ ზომამდე. როდესაც რაიმე არ მოგწონთ, ეხა აქ რაც ხატია, ამაზე არ გაამახვილოთ ყურადღება. უბრალოდ სიტუაციაში, ურთიერთობაშიც მეგობრებო, როდესაც რაიმე სათქმელია და არ ვამბობთ, უი არ ეწყინას. იმის იქეთ თუ ეწყინება, მეგობრებო, იმის იქეთ. პარტნიორობაში, როდესაც ადამიანი შე რო გულით ეტყვი, ადამიანობით რო ეტყვი, სათქმელს რო ეტყვი, ადამიანურად, პირში ზურგს უკან არა, პირში. პირისპირ და ამას რო ვერ გაგიგებს. თქვენ უნდა უთხრათ და თუ არ გაგიგებს, იმის იქეთ, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ყველაფერი გამოსწორდება. კარტი გადამივარდა, ნახეთ? რა კარტი გადამივარდა? ხო, ეს არის ცხოვრების შეცვლა, მეორე შანსი, კიდევ ერთი შანსი. ხო, ცხოვრების შეცვლა და საშუალება იმის, რომ ცხოვრება შეცვალოთ. თქვენ ამის საშუალება გაქვთ და ყოველთვის გექნებათ მეგობრებო. არა უშავს. ამით არა უშავს. ხო, ეს დასასრული არ არის.
ეს ისეთი შეცდომა არ არის, ეს ისეთი დანაშაული არ არის, რომ ვერ გამოვასწოროთ. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ზუსტადაც. ცოცხალ ადამიანს ყოველთვის აქვს გამოსწორების საშუალება. კი, მეგობრებო. ესაა თქვენი ენერგიები. კიდევ რა? ხო, აი მეგობრებო. აი ქვემოდან ნახეთ რა კარტია კარმა. ეს არის ჩვენი დასამუშავებელი კარმა, ჩვენი შეცდომები, რომ უნდა გამოვასწოროთ. კი არ უნდა გავექცეთ ამ ყველაფერს მეგობრებო, ნახეთ? საკუთარ თავს უნდა ვაპატიოთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი შეცდომა. თუნდაც და ამ სიმართლეს არ უნდა გავექცეთ. რანაირადაც გული არ უნდა გვეტკინოს, სიმართლეს ყოველთვის უნდა გაუსწოროთ თვალი მეგობრებო, ამიტომ არ გავექცეთ რეალობას. ვაღიაროთ, მივიღოთ და გაუშვათ. ჩვენ კი არ გავიქცეთ. სიტუაცია გაუშვათ. всё. მორჩაკინო. ხო, და შეგვიძლია სიტუაცია გამოვასწოროთ. ეს შეგვიძლია ნამდვილად. გულგატეხილობას ყველაფერი ეშველება. ჩვენ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ მეგობრებო. სხვას არ ვუყუროთ, სხვა რა შვება. სხვამ როგორ გამოასწორა შეცდომები, არა. ჩვენ შეცდომებზე ვისწავლოთ. ხო. ჩვენ შეცდომებზე ეს კარტი, აი, კარტი მეგონა ჩაბრუნებული, ამობრუნებულია. საზღვრების აღმართვა. არა, საზღვრების აღმართვა საქმე არაა მეგობრებო კიდო. საკმარისია. საზღვრების აღმართვა საკმარისია. ხო. ისე გაქვთ გული დამძიმებული მეგობრებო. ხო, ბევრს ამ საზღვრების აღმართვით გაქვთ დამძიმებული გული. ხო, რაღაც იცით რა გაქვთ, დაბრკოლებები გაქვთ ძალიან ბევრი ცხოვრებაში. კი, მეგობრებო, ბევრს გაქვთ. თქვენ ბევრ თქვენთაგანს ძალიან რთულად ეძლევა ყველაფერი. აი მე მაგალითად ძალიან რთულად მეძლევა ყველაფერი. აი თუ სხვას ადვილად შეუძლია ყველაფერი და აქვს ადვილად ყველაფერი, მე სულ დაბრკოლებები მაქვს მეგობრებო. აი ისე ხართ თქვენც, ბევრი თქვენთაგანი ასე არის. ხო, ეხლა ხართ გაავებული, ძალიან გაბრაზებულები ხართ. კი, ზოგი პარტნიორობაზე ხართ გაბრაზებული მეგობრებო. აი რა ვქნა. ბევრს გინდათ ურთიერთობა და იმიტომ ხართ გაავებული. ბევრი დაიღალეთ ამ ურთიერთობებიდან, ამ ურთიერთობებზე ფიქრით დაიღალეთ. აი დაიღალეთ ამ ყველაფრიდან მეგობრებო. ხო, ნახეთ ქვემოდან განდეგილის კარტია. ბევრი გაერიდეთ უკვე ამ ყველაფერს. გაურბიხართ ურთიერთობას. იმიტომ რომ დაიღალეთ და აღარ გინდათ უკვე და გაურბიხართ. აძინოკი ვოლკ, ასე გქვიათ ბევრს. განდეგილი. სიმშვიდე გინდათ, სიწყნარე გინდათ. კი, ბევრს გინდათ. თუმცა გეტყოდით იმას, რომ ძალიან კარგი საშუალებაა. აი ამ სიტუაციაში თუ ხართ ახლა მეგობრებო, ხო წინ ხართ. იცით რატო ხართ წინ, იმიტომ რომ ეს სიტუაცია არის თქვენი ზუსტად გამოსავალი. აი ამ სიტუაციაში რომ არ მოსულიყავით, თქვენ კარგახანს იქნებოდით კიდევ ასე. ძალიან კარგია ეს ცუდი არაა მეგობრებო, საკუთარ თავთან ყოფნა. ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. კი, გეფიცებით, ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. ასე რომ ეს მდგომარეობა ცუდი არაა. საკუთარ თავთან ყოფნა ცუდი არაა მეგობრებო, ძალიან კარგია. ხო, უყურეთ? აი ნახეთ, აი რატო. ხო, ნახეთ მეგობრებო. საკუთარ თავთან ყოფნით, ხო? თქვენ გაიაზრებთ თქვენ სიტუაციას, გააღვიძებთ თქვენში ჩამალულ, ჩაკეტილ გრძნობებს.
გააღვივებთ თქვენში აი ზუსტად იმას, რასაც კეტავთ შიგნიდან, მეგობრებო. რო არ შეიძლება ასე. ხო, აი ვიპალნენია ზადუმანავა. ანუ ამ სიტუაციაში მყოფნით თქვენ აისრულებთ ძალიან ბევრ თქვენს ოცნებას. აი, არ ვიცი როგორ აგიხსნათ ეს მდგომარეობა ეხლა, მაგრამ ასეა კი. საკუთარ თავთან ყოფნით, თქვენ ძალიან ბევრ რამეს გაიაზრებთ, მეგობრებო და ძალიან ბევრ რამეს შეისრულებთ ამ მდგომარეობით, გეფიცებით. საკუთარ თავთან ყოფნის დროს თქვენ თავს გაუგებთ და უფრო ჩაუღრმავდებით თქვენ სურვილებს და თქვენ სულს რა სურს, ამას უფრო მიხვდებით, მეგობრებო და გამოსავალს უფრო პოულობთ, ამის თქმა მინდა. საკუთარ თავთან ყოფნა ძალიან კარგია. კი. ნამდვილად კარგია. ასე რომ ძალიან კარგია. ხო, გაიფიქრებთ, რას მიშლენი, რაზეც ეჭვობდით, რაზეც ფიქრობდით, თუ ვერ ფიქრობდით, ან გინდოდათ ფიქრი და დრო არ ქონდათ. კი, ზოგჯერ იმის დრო, როდესაც რაღაცაზე გვინდა ვიფიქროთ, ჩაუღრმავდეთ და ამის დრო არ გვაქვს, ამის საშუალება არ გვაქვს. აი რაღაც გვაქვს ისეთი პერიოდი, რომ ვერ ვახერხებთ. აი ეხლა გაქვთ ალბათ მეგობრებო. თქვენ საკუთარი თავი გენატრებათ. თქვენ გენატრებათ ის ადამიანი, ვინც იყავით ადრე. ძალიან დიდი სურვილი გაქვთ დაიბრუნოთ საკუთარი თავი, მეგობრებო, კი? და ეხლა გაქვთ ეს დრო ზუსტად, ნახეთ, ეს სამივე კარტი ზუსტად მაგას ამბობს. გაიხარე მორიელ. გაიხარე. საკუთარ თავთან ყოფნა არ ნიშნავს რომ ცუდია. დედას გეფიცებით ძალიან კარგია. ძალიან კარგია. მე ძალიან კარგია, ვინც ასე ხართ მეგობრებო, ამის არ შეგეშინდეთ. ამ საღამოს რა დამემართათ თუ იცით? კარგი, ამას მე მოგიყვებით, ხო? უყურეთ მეგობრებო, ყველანაირი ხერხი უნდა გამოიყენოთ, ეხლა რაც გეძლევათ, მარტო ყოფნის საშუალება თუ გეძლევათ, ესეც უნდა გამოიყენოთ. ხო, აი ძალიან ბევრნაირი ხერხი უნდა გამოიყენოთ, ეხლა სათქვენოთ, სათავისოთ მეგობრებო. Решение постоянное сомнение множественной выбор. ხო, აი ყველანაირი ხერხი უნდა გამოიყენოთ, ეხლა რომ აი ეს ფიქრიც თუ არა ფიქრიც თუ მარტო ყოფნა აი ეს სიტუაცია რაც გაქვთ. ხო. ამ სიტუაციაში გაიხსენებთ მეგობრებო, ნახეთ, აქ რა წერია, ვასპამინანია. წარსულში რა გახარებდათ, რა გინდოდათ, რაზე ოცნებობდით, როგორი წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება. ხო, აი რა გაყენებდათ ძალიან დიდ სიხარულს, ბედნიერებას. წარსულში რა განიჭებდათ ძალიან დიდ სიხარულს, ბედნიერებას. აი დაფიქრდით ამ სიტუაციაში, ამას გეუბნებათ კარტი. რომ აი რა არის ის, რაც გიხაროდათ ადრე ყველაზე მეტად. თქვათ, რა გიხაროდათ? ხო. და აი погрузиться, воспоминания. А прошлом, горькая радость. ხო, აი მეგობრებო, დაუფიქრდეთ უნდა ეხლა. რა გინდოდათ ადრე, რა გახარებდათ, რა გიხაროდათ, ან რაზე ოცნებობდით, ან რა გინდოდათ, რომ რა სურვილი იყო, რომ აგეხტინათ და ეხლა გამოიტანეთ იქიდან დასკვნა, რომ რა გიშლით ამ ყველაფრისთვის ხელს. აი ამისთვისა ეს პერიოდი ეხლა საჭირო რაშიც ხართ, მეგობრებო. ხო, აი ნახეთ კიდევ აქ რა წერია ისცელენი. და ეს არის თქვენი განთავისუფლება. ისკუპლენი აჩიშენი ამ განმარტოებაში, ამ საკუთარ თავთან ყოფნაში ხდება თქვენთან განთავისუფლება, წმენდა, ეს არის თქვენი ერთ-ერთი წმენდის მეთოდი, მეგობრებო, ეს სამყაროდან მოვლენილია, ეს ასე უნდა მომხდარიყო, მეგობრებო. ისცელენიე, ნახეთ? ხო. და თქვენ კიდე უნდა ჩაიტაროთ წმენდები, მეგობრებო, ესეც არის ეს წინა რამდენიმე საჯარო ლაივის უკან ამოვიდა კიდევ ესეთი. აი ესეთ წმენდას უნდა მიმართოთ. ნახეთ, არის ესეთი
მეტალის თასი, სადაც ესე ავლებს რკინის მეტალს, ისევე თავისივე რკინის მეტალს, რაც გამოსცემს ხმას. აი, ამას უნდა უბრალოდ მოусმინოთ. მეტი არაფერი. ესეთი წმენდები არის ინტერნეტში, მეგობრებო. ამას უნდა მოусმინოთ რამდენიმეჯერ, სანამ არ მოგბეზრდებათ. აი, სანამ არ გექნებათ რაღაცნაირი განცდა და ეს რო უკვე იმ ზომამდე რომ მიყვალთ რომ ეს უკვე თქვენზე უარყოფითად აღარ მოქმედებს, მანამ უნდა უსმინოთ ამას, მეგობრებო. და ეს არის წმენდის ერთ-ერთი მეთოდი. ყველაზე ადვილი საშუალება, რაც ეხლა თქვენ დაგეხმარებათ. აი, ამაზე უნდა იფიქროთ. აი, ესეთი წმენდა უნდა მოძებნოთ, მეგობრებო. რაც დაგეხმარებათ. თუნდაც უყუროთ ნებისმიერ ესეთ წმენდას ინტერნეტში. არა, სავალდებულო ამაში ფული გადაიხადოთ, მეგობრებო. მანამ უსმინეთ, თუ ეხლა პირველად გაგაღიზიანებთ, მანამ უნდა უსმინოთ, სანამ არ დაგამშვიდებთ, მეგობრებო. აი, მანამ უნდა უსმინოთ. სავალდებულოა. ხო, აი ეს არის თქვენი წმენდის ერთ-ერთი საშუალება. ამას თუ გაიხო, აი გარისკეთ, კი, მეგობრებო, და აი ნახეთ, ეს მოგცემთ ვაზვრაშაცსა, დაბრუნებას იმ თქვენს რეალობაში დაგაბრუნებთ, მეგობრებო, და აი ის არის ზუსტად აი იმ ყველაფრის გამოღვიძება თქვენში. მეგობრებო, რა მაგარია. მეგობრებო, ხო. ეს მოგცემთ სულიერ სიმშვიდეს, დუშევნაი სილი, ნახეთ, ეს მოგცემთ, ეს მოახდენს თქვენში გამოღვიძებას, იმ ყველაფრის დაბადებას, იმ ყველაფრის გაღვიძებას, აღორძინებას, მეგობრებო. აი რა ვთქვა უბრალოდ. აი არ ვიცი, მეგობრებო, ძალიან ადვილი და ძალიან კარგი გასათვალისწინებელი ისეთი მოკლედ რჩევაა, რომ აი უბრალოდ ვერ ვიტყვი მსგავს. აი ამ ენერგიებში ხართ, მაგრამ ერთადერთი გამოგიყვანთ აი ზუსტად ეს წმენდა, მეგობრებო. ვინც ვერ გაიგეთ, აუცილებლად გადაახვიეთ უკან და თავიდან მოусმინეთ, რასაც ვამბობ და რაც ვთქვი. ხო, ესეთია თქვენი ენერგიები და ამ ენერგიებისთვის დაგეხმარებათ, ჩემო მეგობრებო, აი ის ზუსტად. რაც ვთქვი ახლა, ასე რომ ძალიან ადვილია, ძალიან ხელმისაწვდომია და ძალიან ისეთი გამოსადეგი რჩევა. ვინც მიიღებთ, ვინც არა და ეს თქვენი გადასაწყვეტია, ამას ვერავინ ვერ დაგაძალებთ და ვერ მოგიშლით. ჩემო ძვირფასებო, ასე რომ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. მოკლედ, საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით, უკლებლივ, სათითაოდ ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მინდა ყველაფერი კარგი და საუკეთესო გისურვეთ, უღრმესი მადლობა ყველას თითოეული იმ ლაიქისთვის, კომენტარისთვის, გამოწერისთვის, არ ვიცი, რასაც დაარქმევთ, ნებისმიერი თქვენი საქციელისთვის, რაც ჩემთვის გემეტებათ, უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. გაიხარეთ. ეხლა მოდი გავარკვიოთ ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივის თემა. სათაური რო იტყვიან. ძალიან მაინტერესებს რა იქნება. ხო, სანამ ეხლა ლაივს დავიწყებდე, მეგობრებო, რა დამემართა დღეს? დღეს რა დამემართა? ამ საღამოს ვიყავი სასაფლაოზე და შესვლა იყო 6 საათამდე. შევედი 6 იყო უკვე, გვიან დავაკვირდი, თუმცა მაინც შევედი გავრისკე, მეგობრებო. მოვიხედე და არავინ არ იყო, მაგრამ მაინც შევედი, მე არ მეშინია სასაფლაოზე, თუნდაც ბნელში შესვლა. არც მაგის მეშინია. ხო, შევედი, მეგობრებო, და 10 წუთი გავჩერდი, ალბათ 15 წუთი და გამოსვლის ხანს ხედავ, რომ კარები არის დაკეტილი. მოგეხსენებათ, შიგნით არის ძალიან ბევრი კამერები, ვიდეო კამერები, მეგობრებო. კარებთან რომ გამოსასვლელ კარებთან რომ მოვუახლოვდი, ვხედავ რომ თეთრი ჯიპის მარკის მანქანა მოახლოვდა ჭიშკართან, ხო, გამოსასვლელ კარებთან და ვხედავ რომ მეძახის წითელ ხილაკს მიაჭირე ხელი.
მეგობრებო, ანუ მოვსინჯე კარები და რო იყო ჩაკეტილი, ხო, ახლა დიდად არ შემშინებია, მაგრამ ხო ნუ რაღაცნაირად მომაძახა, მოდი ესე ვიტყვი, მძღოლმა და მითხრა რომ წითელ ღილაკს მიაჭირე ხელი და კარები გაიღებაო. მე არა. მეგობრებო, არასოდეს არ შეგეშინდეთ სასაფლაოზე ესე მარტო გასვლის. მკვდრების კი არ უნდა გეშინოდეს. ცოცხლების უნდა გეშინოდეთ, მეგობრებო. ხო. აი ესეთი რაღაცა დამემართა ამ საღამოს. აი დედას გეფიცებით თუ წამითაც მაინც უბრალოდ სამსახურში დაბრუნების შიში მქონდა რო არ დამეგვიანა. მხოლოდ ამის თორე აი გეფიცებით, აი უფალს ფიცავარ თუ შიში მქონოდა მეგობრებო. რო დავრჩი სასაფლაოზე, არა. უბრალოდ სამსახურის გამო. მეტი არაფერი. ხო, აი ესეთი რაღაცა დამემართა, კი. მერე რა? რატო, მარიამ, რატო? სულაც არა. მე რამდენჯერ ჩემი შვილი სასაფლაოზე სამსახურის მერე წავსულვარ ღამე. რა პრობლემაა? აი მითხარით უბრალოდ რა პრობლემაა? ეხლა მკვდრები არ ადგება მეგობრებო, ეხლა ჩვენ დროში ამაზე საუბარი უბრალოდ ზღაპარია. ხო და ეხლა ცოცხალი ადამიანი თუ ამეკიდება და რაიმეს დამართებს, თორემ მკვდარი არაფერს არ იზამს. მე არა. ხა. აი ესეთია ცხოვრება. ხა, თქვენ. მეგობრებო, უბრალოდ ეხლა უნდა გავშალოთ თქვენთან რა კარტებია. აი თქვენ მეგობრებო. ხედავთ ხო? ხო, აი თქვენ. აი ეს ხართ თქვენ. ხა. ისევ და ისევ თქვენ. კვერთხების დედოფალი და იმპერატორი ქალი. მოკლედ ხართ ძალიან სიმპათიურები, ხართ ძალიან მიმზიდველები, ძალიან ხართ ღირსეული ადამიანები, რომლებიც აი პატივმოყვარეები არიან. ეხა ცუდად იმედია არავინ გამიგებს. ეხა თუ ვინმე გამომიხტება აქ და ყუს შემთხვევაში მანიკურები წამისვიო, მანიკურების წასმა შემიძლია, კი? ოღონდ ენით. პასუხს გავცემ. ხა, ასე რომ არც მაგაზე დავიხევ უკან. ხა, თორემ აი ხართ ძალიან თბილები, მოსიყვარულები, წრფელები, გულკეთილები, აი ადამიანები ხართ უბრალოდ. ღირსეული ადამიანები, პატივმოყვარე ადამიანი და სიტყვა და საქმე. ხო, აი ესეთები ხართ. რო არავის გაწირავთ, რო არავის უკან დატოვებთ, რო არავის ზემოდან დახედავთ. აი ბავშვთან ბავშვი ხართ, დიდთან დიდი ხართ, ძალიან გამგებიანები ხართ, ძალიან ერთგულები ხართ, ძალიან წრფელები ხართ. აი არ ვიცი, ძალიან დიდხან შემიძლია თქვენზე ვისაუბრო. აი თქვენ შეგიძლიათ სიყვარულიც, გაგებაც და კუდით ქვის სროლაც. მოდი ასე ვიტყვი. მაგრამ ვისთან როდის იცით? ვისთან როგორ იცით? ვისთან როგორ უნდა მოიქცეთ იცით? ვის რა ხურდა უნდა დაუბრუნოთ იცით? ვის რა უნდა ადგილი მიუჩინოთ, ესეც ძალიან კარგად იცით. რატომაც არა? ხო. ეხლა ყელში თუ ამოგიყვანთ ადამიანი, პასუხსაც გასცემთ. ესეთი ადამიანებიც შეიძლება გამოიყვანო წყობიდან და წყობიდან გამოსვლა იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად, არა, უბრალოდ თავმოყვარეები ხართ და თავმოყვარეობის შელახვის უფლებას არავის არ მიცემთ და თუ თქვენ არავის არ უყურებთ ზემოდან, არც იმის უფლებას მიცემთ არავის, რომ ვინმე ზემოდან დაგხედოთ. ხო, აი ზუსტად, რატომაც არა. ხო, აი ესეთები ხართ მეგობრებო, კი. ესეთი ადამიანები მიყურებთ. ძალიან პასუხისმგებლიანები სხვათა შორის. გაწონასწორებულები და თქვენზე ადამიანს შეუძლია იმედი რომ დაამყაროს. თქვენი იმედი აქვთ ადამიანებს. ეხლა თქვენ სხვის იმედი გაქვთ მეთქი, ამას ვერ გეტყვით. ხო, მაგრამ თქვენ სხვის იმედზე ვერ იქნებით, მაგრამ თქვენს იმედზე სხვები არიან.
იქნებიან არა, არიან. დღესაც არიან თქვენს იმედზე ძალიან ბევრი ადამიანი არის. თქვენ არ ხართ არავის იმედზე. არც არასდროს ყოფილხართ და არც არასდროს იქნებით. ხო. თავს გაწირათ სხვების გამო. ეს თავშიც იყო ზუსტად. აი, იმიტომ გჭირთ საჭირველი, ზუსტად. მეგობრებო, ამასაც დავამატებ. აი, ესეთები რო ხართ, იმიტომ გჭირთ საჭირველები, ხო. აი, ამასაც ვიტყვი. ხო, ეხლა მინდა ამოვიღო ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა. აბა ნახოთ ეხლა რა ამოვა. არ ვიცი რაც ამოვა, არ მომეწონება და შევცვლით მეგობრებო. პასუხისმგებლობა. ხა. ეს ჩვენი თემა არა. ეს არ მინდა. ეს ვიცით რომ პასუხისმგებლიანები ხართ. ჩვენი სასაუბრო თემა ეხლა როგორც ყოველთვის პარტნიორზე ამოცუნცულდება. მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ, ყველა კარტი გადაბრუნებულია. ხედავთ ხო და ეს ერთია ამობრუნებული. აი რა თქვა, თქვენი პარტნიორი. მამაკაცებო, შეაბრუნეთ პირიქით, სათქვენოდ. პასუხისმგებლობა და პარტნიორი, მეგობრებო, ეს ადამიანი всё პირდაპირ მოდის პასუხისმგებლობით. წარსულში მოგონებებშია მეგობრებო, რადგან არ გადავურიე კარტი, არ გადავაბრუნე, გადმოვაბრუნე, ესე სწორ ფაზაში წავიკითხავ ეხლა, ალბათ ასე იყო საჭირო მეგობრებო. ძალიან დიდ მოგონებებშია ეს ადამიანი. ჩვენი პარტნიორია დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან დიდ მოგონებებშია. პირდაპირ დავიწყებ მეგობრებო, რა ვქნა? ითხოვს პირდაპირ საუბარს. მეც გავაგრძელებ. ხო ნახეთ, პასუხისმგებლობით მოდის, იმიტომ რომ მოგონებებში ეს ადამიანი და ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე, ძალიან ენატრება თქვენთან გატარებული, არ ვიცი ვის რა გქონდათ ურთიერთობაში, მაგრამ ეს ადამიანი ცდილობს მოსვლას. მეგობრებო, კი არ ცდილობს, გადაწყვეტილი აქვს უკვე მოსვლა. შეიძლება გზაშიც იყოს მეგობრებო, იმიტომ რომ პირდაპირ კარტი პასუხისმგებლობით, სიახლეებით, შექმნით დაწყებით და რაღაც ახალის წამოწყებით, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა მეგობრებო. ეხლა მინდა აქვე ვთქვა. თუ კი თქვენი ვინმე ახლობელი პატიმარია, გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი ძალიან ფიქრობს გამოსვლაზე და თითქოს ამ ადამიანის რაღაც სიახლეებს გაიგებთ. თუ კი პატიმრობაზეა საქმე მეგობრებო, არ ვიცი, იქნებ ვინმე სჭირდება ეხლა ამის თქმა, გაგონება, კი. იქნებ პატიმრობიდან ვინმეს პატიმრობაში მყოფი ადამიანის რაღაც სასიხარულო ამბები გაიგოთ. კი, ამასაც ვიტყვი, რომელსაც ელოდებით. ხო, ეხლა გავაგრძელებ ჩვეულებრივად. თუ კი თქვენ ელოდებით მეგობრებო თქვენს პარტნიორს და თქვენ აუცილებლად ელოდებით და თქვენ ძალიან კარგად იცოდით წინასწარმეტყველობისა ეს კარტი ეს თქვენ ხართ, თქვენი პარტნიორი თქვენთან მოდის. ეს პირველი ქალის კარტი, მანდილოსანის ყოველთვის არის თქვენი კარტი, ასე რომ ეს ხართ თქვენ და თქვენსკენ მოდის ადამიანი. ნახეთ მეგობრებო. სურვილების ასასრულებლად. მისი ჭირიმე თქვა. ეს ცოცხი შველის მაგას მეგობრებო მეტი არაფერი. ხა. აი ასე. შველის. მისი არ ვიცი მეგობრებო. მოდი დავასრულებ. როგორ ფიქრობთ ახლა? ნახეთ მეგობრებო რა კარტები ამოდის. პარტნიორი მოდის, იმიტომ რომ მან იცის რომ თქვენ ელოდებოდით. მან ძალიან კარგად იცის ის რომ თქვენ ამ ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებოდით. იმედია კარგად ხსნი. კი, ამ ადამიანს ძალიან ბევრი გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით. ბატონო, პასუხისმგებლობით მეგობრებო, ეს ადამიანი მოდის გამოცდილებით, თავისი პასუხისმგებლობით, თავისი პროფესიონალიზმით. ეხლა არ ვიცი რამდენი გამომივა აქვს საყვედურებით და მეტყვის რომელ პროფესიონალზე მელაპარაკები ისეთია. მეგობრებო, კარგით რა. მე არ ვიცი ეხლა. მე რასაც ვხედავ, აგერ იმას მეგობრებო. ამ ადამიანიდან მიიღებთ შეტყობინებას რომ ეს ადამიანი თქვენთან მოდის, ჩამოდის, ან მოდის, ან მოახლოვებულია უკვე. ან უკვე. ხო, უკვე.
მაგრამ იცით რა? მოდის, მაგრამ როგორ მოდის მანც არ იცის. რა მოხდება მანც არ იცის. მიიღებთ თუ არა არ იცის. გენდომებათ თუ არა არ იცის. ისიც არ იცის, დაიტოვებთ თუ უკან გააძუნძულებთ, ესეც არ იცის. ხა. თუმცა ძალიან მოდის. მოდის რაღაც თავისი манипуляციებით, მაგრამ აცადეთ მეგობრებო, აცადეთ. ხო, აცადეთ. რა манипуляციებით მოდის ერთი აცადეთ, არ გაინტერესებთ? მოусმინეთ უბრალოდ, რითი მოდის. და რასაც მოგიყვებათ, მეგობრებო და რასაც იტყვის, სიტყვას კი არ დაუჯეროთ, საქციელებს დააკვირდით და ქმედებებს. ხა. თუ ფარულ ურთიერთობას შემოგთავაზებთ, მეგობრებო, გაუშვებთ უკან კუდი გორის გზაზე, გაუყენებთ. იმიტომ რომ ეს დანაკარგების კარტია, თქვენ არ მიიღებთ ამ ადამიანს ფარულობით. თუ ეს ადამიანი თავისი манипуляციებით ისევ ფარულ ურთიერთობას შემოგთავაზებთ და მე ვხედავ რომ ეს არის ფარული ურთიერთობა, მეგობრებო, თქვენ კუდი გორის გზას გაუყენებთ, მე ვიცი. იმ შემთხვევაში თუ კი შემოგთავაზებთ აღიარებულ ურთიერთობას, კი ბატონო. სხვა შემთხვევაში არა. ხო, აი ასე. ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მორგანა. კიდევ რაო, რა გვინდაო თქვენმა პარტნიორმა? ძალიან მაინტერესებს რა გვინდაო. ტყუილებიო. აბატონო, რა გვინდაო და ტყუილებიო. მეგობრებო, ეს შეიძლება კიდევ იყოს ისიც, რომ ამ ადამიანს კონდეს რაღაც მაგიური ზემოქმედება. არ გამიკვირდება ეს მაგიური ზემოქმედების კარტია და ესეც კიდევ იმას თუ არ ჩავთვლით რომ თან ხლებშია, ამ ადამიანზე შეიძლება იყოს მაგიური ზემოქმედება და არ გამოვრიცხავ რომ მას შეიძლება უნდოდეს გულით და სულით, მაგრამ აქ არის მისი მხრიდან ვიღაციდან, თქვენგან არა, ვიღაციდან, იქით მისიანის მხრიდან აქ არის მაგიური ჩარევები, ამიტომ ხდება გაუგებრობა თქვენ შორის. ხა, ეს კარტიც სავარაუდოდ იმიტომ არის აქ, კი. კიდევ რა მინდაო? აბა რა მინდაო? ოჯახი მინდაო? ხვავი და ბარაკა მინდაო? ურთიერთობაზე წამოსვლა მინდაო? ამ გაუგებრობიდან და ამ უბედურებიდან გამოსვლა მინდაო? ოცნებების ახდენა მინდაო? თქვენ ხართ ჩემი, შენ ხარ ჩემი ოცნებაო და აი ესე მოსვლა და ჩამოსვლა და მოახლოვება მინდაო? ურთიერთობის დაბალანსება მინდაო და აი მე აღარ შემიძლია. ქორწილიო, კი. ხო. და ურთიერთობის ბალანსში მოყვანა მინდაო და ამ ყოლაფრის თავიდან დაწყება მინდაო. აგერ ბედის ბორბალიცო მეგობრებო, აგერ ქორწილი და ნიშნობაცო და ამაზე ვფიქრობო. ხო, მეგობრებო, მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღება მინდაო დედას გეფიცებით მეგობრებო. კი, ეს ადამიანი მოლაპარაკებებით მოდის და აგერ ხარ თქვენც მეგობრებო. ანუ უყურე საერთო კი, მეგობრებო, თქვენ ამ ყოლაფერს ბევრი თქვენგანი პასუხისმგებლობით შეხედავს. თქვენს წინ ვიღებ კარტებს. კი, და ამ ადამიანს მისი ჭირიმე, ნუ რა ვქნა მეგობრებო. ნახევარი კარტი ამოვალაგეთ თქვენს წინ. ელოდეთ ამ ადამიანიდან პასუხისმგებლობას. ჩხავანა კატა გარეთ ჩხავანა კატა მეგობრებო და ელოდეთ მისგან ზუსტად მსგავს აქციელებს. ეხლა თუ მოგადგათ თქვენი პარტნიორი მეგობრო და მიაუ მოგაძახათ ასე და ესე მოგიჩხაკუნათ კარებზე. კარი გამიღე. ხა, მოკაკუნების მაგევრად მეგობრებო. მოკაკუნების მაგევრად ასე რომ მოგიკაკუნოთ, არა. მიაუ, ასე დაგიწყებთ. ხო. აგერ კი ხატია კატა მეგობრებო და ზუსტად კატამ დაიჩხავანა გარეთ. ერთი არ მოსულაო. კი, მეგობრებო, მოსვლას ფიქრობს, კი, ეს მნიშვნელოვანი ამბის მოტანას ფიქრობს თქვენამდე ესად. აი, მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ. სიყვარული ნიშნობა, ფიქრი და მნიშვნელოვანი ამბავი. და ეს არის ახალი სიახლეებს ელოდეთ ამ ადამიანიდან, კი. კი, მეგობრებო.
ნუ რასაც ვხედავ არის კი და თქვენც ამას ელოდებით ეხა, ხო ელოდებით. ხო და ელოდებით და რასაც ელოდებით მეგობრებო, ოღონდ თქვენ ნაბიჯი არ უნდა გადადგათ. თქვენ უნდა დაელოდოთ. ხო, ეს ადამიანი ასე ფიქრობს. ძალიანაც კარგი, ზუსტად. ხელების გაშლა მასთან არაა საჭირო, იმიტომ რომ მას ეს თქვენ ყველაფერი არ უნდა დაანახოთ. თქვენი ემოცია მას ესე გულწრფელად, უი შენი ჭირი მე სად იყავი აქამდე და რატომ არ მოდი აქამდეო, ესე არ უნდა გააკეთოთ მეგობრებო. არავითარ შემთხვევაში. დასტოინად დახვდეთ უნდა მეგობრებო. ხო, ნუ რა ვქნათ. რაც დაიმსახურა ისე დასტოინად უნდა დახვდეთ. მეც მასე ვიზამ ზუსტად. ეს გავშლი ქორწილშია. ხო, ჯერ ხელებიო და მერეო, მორიელ მერეო. ხო, მორიელი ხა, აქ ყველაფრის მოყოლას და დაგეგმარებას არ უნდა, არ კონდეს ადგილი. აბა ამას უყურე ერთი. კარგით მეგობრებო, ეხლა მინდა ვკითხო კარts. კი, ეს ადამიანი მოდის, ოღონდ 1000%-ით გეუბნებით მეგობრებო, ხა ზუსტად დროს ვერ დაგითქვამთ, მაგრამ მოდის კი. ეხლა რა მაინტერესებს და ვკითხო. თქვენ როგორ უნდა დახვდეთ ამ ადამიანს? თქვენ როგორ უნდა დახვდეთ ამ ადამიანს? თქვენ როგორ უნდა დახვდეთ ეხლა კარგით მეგობრებო, მართლაც ხუმრობთ ახლა აბა რა? სხვა რა შეგვიძლია? თქვენ როგორ უნდა დახვდეთ ამ ადამიანს მეგობრებო და ეს არის თქვენი გამარჯვება. ეს ახლა სამიანების თასებია, მაგრამ ეს არის რამდენადაც სამკუთხედია, იმდენადაც მეგობრებო პრობლემების გადაჭრა და რაღაცის გამარჯვება. ანუ ეს არის თქვენი გამარჯვება, მისი მოსვლა ნიშნავს თქვენს გამარჯვებას. თქვენი გამარჯვება ზუსტად ის, რომ თქვენ არ გადადგით ნაბიჯი და დაელოდეთ ამ ადამიანის მოხუცურებას. მოდი ასე ვიტყვი. ხო, მეგობრებო, მისი მოსვლით თქვენი გამარჯვება ზუსტად. აი თქვენი სტაბილურობაც, აი მანდ ვართ მეგობრებო. კი, დასრულდება თქვენი ღამის უცილობა. აი ეს აი გეუბნებით. ამ ადამიანიდან ელოდეთ ამბავს. სიკეთის მატარებელი ადამიანი, კარგი ამბების მოტანა, კარგი ამბების გაგება. კი მეგობრებო, კი აი სიყვარულით მოსვლა. თქვენსკენ იხედება ეს ადამიანი. კი, აქამდე კი კონდათ ტყუილები, აქამდე კი კონდათ რაღაცებს გატყუებდათ ეს ადამიანი, კი, ბევრი შემთხვევაში ხა ყველასთან შეიძლება არა მეგობრებო, მაგრამ ღალატი იყოს, ღალატი ხა მარტო პარტნიორთან წასვლა არ ნიშნავს, ღალატია მშობლებიც, ზურგი შექცევაც, უპასუხისმგებლობაც, ჩემთვის ესეც ღალატია მეგობრებო. ადამიანი რო გაჭირვების დროს გვერდით არ დაგიდგება, ჩემთვის ესეც ღალატია. ნუ ვის როგორ. ხა თუმცა შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობითაც იყოს ღალატი. მაგრამ ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება ამის გამოსწორებას, ამისთვის ძალიან ბევრს იბრძოლებს. მაგრამ ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება ამის გამოსწორებას, ამისთვის ძალიან ბევრს იბრძოლებს, სხვათა შორის საკუთარ თავთანაც აქ წინააღმდეგობა. ნახეთ, ეს არის ბალანსი, ეს ადამიანი თვითონვე ეცდება, რომ თავისი დანაშაული გამოასწოროს. კი, აი თქვენი სტაბილურობა, თქვენ ხართ თქვენი საქმით დაკავებული ამ დროს და ეს ადამიანი მოვა თავისით. ხო, მეგობრებო. მოვა მოლაპარაკებებით, მოვა ურთიერთობაზე მუშაობით, მოდის მეგობრებო, მოდის შემოთავაზებებით, მოდის ოჯახში დასაბრუნებლად, ოჯახის შესაქმნელად, ოჯახი თუ კი დაგპირდათ ამისთვის და სამართლიანად. კი, მოდის იმიტომ რომ გრევებშია, მაგრამ ნუ საჭირო იყო ეს ყველაფერი. თქვენი მხრიდანაც საჭირო იყო და მისი მხრიდანაც მეგობრებო. ამ ადამიანს უნდა ესწავლა თქვენი ფასი და თქვენ უნდა გესწავლათ საკუთარი თავის ფასი. ზუსტად. აი ასე იყო საჭირო. ამისთვის იყო ყველაფერი საჭირო. ქუცურა. მოკუცურდება მეგობრებო, როგორც წაქუცურდა,
ისე მოგუცურდება. თქვენ თუ უნდა მიიღოთ ისაა საქმე. თქვენ თუ უნდა მიიღოთ. რას გეტყვით კარტი? თქვენ ეს ევედრებოდით ამას უფალს, კი, მეგობრებო, ნუ ეხლა რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თქვენი ქვეცნობიერი ამბობს ამას. ხო, ტრანსფორმაცია ურთიერთობის. ეს არის ტრანსფორმაცია, თქვენიც და თქვენი პარტნიორისაც. ხო, ნგრევა და ტრანსფორმაცია, მეგობრებო, ნახეთ? ხო. საკუთარი თავის ფასი უნდა გესწავლოთ თქვენ, ყველაზე მთავარია ეს. და თქვენს პარტნიორს ესწავლა ის, რომ ვინ დაკარგა, ვის კარგავდა. ან ვინ უკვე დაკარგა, დაგკარგათ, ხო? ნუ რა ვიცი ხა, ვინ როგორ მიიღებთ, თქვენი გადასაწყვეტია. თუ აღარ მიიღებთ, დაგკარგათ და რომ დაგკარგათ, მაშინ მიხვდა. მაშინ დაგაფასათ, მეგობრებო. საქმეც მაგაშია. თუ უკვე დაკარგული ხართ მისთვის და თქვენ თუ კი აღარ გსურთ დაბრუნება და ეს ძალიან ბევრს უნდა ვიცი, იმ შემთხვევაში ხა, ანუ ეს იყო თქვენი ტრანსფორმაცია, რომ თქვენ გასწავლოთ თქვენი თავის ფასი და თქვენ გესწავლოთ არა, სიტყვა არა, რამდენმა ისწავლეთ სიტყვა არა. არას თქმა, რამდენ შეგიძლიათ მეგობრებო, აბა დამიწერეთ. ხო, ესე არ მიიღებთ ბევრი. ამ ტრანსფორმაციიდან თქვენ ამ ადამიანს აღარ მიიღებთ, აღარ გინდათ უკვე. ხო. არა, იცით რა, თქვენ ამ ტრანსფორმაციაში, იმ მარტო განდეგილის საკუთარ თავთან დარჩენის პერიოდში მიხვდით ეს ყველაფერი მეგობრებო. მაშინ გაანალიზეთ, რამდენი გაეცით, რაც არ იყო საჭირო. ხო. და თქვენ უკვე აღარ გინდათ. თქვენ გინდათ თქვენი ახალი ცხოვრება. თქვენი ახალი ცხოვრება გინდათ, ოღონდ ამ ადამიანთან არა. თუნდაც მარტო დარჩეთ, საკუთარ თავთან, ეს გინდათ. ბევრს. კი, მეგობრებო, ბევრს გინდათ ეს. აღარ გინდათ უკვე, ბევრი არ მიიღებთ ამას. ბევრი არ მიიღებთ. ბევრი მიიღებთ. აბატო, არ მიიღებთ ამას. ბევრი არ მიიღებთ. ბევრი მიიღებთ. აბატონო. კი, ბევრი მიიღებთ. ბევრი არ მიიღებს, მეგობრებო. ნახეთ? ზოგი მიიღებს და ზოგი უარ სიტყვით. და წახვალთ. ბევრი არ მიიღებს, მეგობრებო. ნახეთ? ზოგი მიიღებს და ზოგი უარ სიტყვით. და წახვალთ. იმიტომ რომ გახსოვთ მისი წასვლა. მისი წასვლა გახსოვთ და იმედი აღარ გაქვთ მისი მეგობრებო. და უარ სიტყვით. უყურეთ რა წერია უკეთესობისკენ სწრაფად, თქვენ მის შემოთავაზებებს აღარ მიიღებთ და თქვენს უკეთეს ცხოვრებისკენ გაიხედავთ. ხო. ხო. კი ბატონო. წინასწარ მაინც არაფერი არ თქვათ მეგობრებო. სანამ არ დადგებით ფაქტის წინაშე, ხო? არც დაიფიცოთ, არასოდეს არ მივიღებ. ეს არ თქვათ მეგობრებო. ეს თქვენც არ იცით იმ მომენტში. ეს ადამიანი რო დაგიდგებათ წინ პირისპირ რეალობასთან რო დადგებით მეგობრებო. ამ ყველაფრის პირისპირ რეალობასთან და თვალებში ჩახედავთ ამ ადამიანს. აი იმ მომენტში, იმ სიტუაციაში თქვენ ბუნებრივად როგორ მოიქცევით, თქვენ ეს ჯერ არ იცით, ასე რომ არ თქვათ, არასოდეს არ დაბრუნებ, ეს არ თქვათ მეგობრებო. თქვენ მაგას ახლა ამბობთ, მაგრამ იმ მომენტში რა სიზამთ თქვენც არ იცით. თქვენ იმ მომენტში საკუთარ თავს ვერ გააკონტროლებთ, ვერც ისე გააკონტროლებთ და ვერც ასე, ვერც იმას სიტყვით რომ არ გავაკონტროლებო და ვერც იმას სიტყვით რომ კი გავაკონტროლო. ანუ ვერ იტყვით იმას, იმ მომენტში როგორ იქნებით. ხო. აი ზუსტად. აი ნახეთ.
გამოცდილება. კი, ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეთ ორივემ, თქვენც და იმანაც მეგობრებო. სხვათა შორის მინდა ეს ვთქვა, დიდი გამოცდილება მიიღეთ ორივემ, თქვენც და იმანაც მეგობრებო. სხვათა შორის მინდა ეს ვთქვა. კი, ძალიან დიდი გამოცდილება, თქვენ თქვენებურად და იმან მისებურად. ეს სიტუაცია იყო აუცილებლად საჭირო ამ ყველაფრისთვის. თქვენი მხრიდანაც და თქვენ თქვენებურად და იმან მისებურად. ეს სიტუაცია იყო აუცილებლად საჭირო ამ ყველაფრისთვის. თქვენი მხრიდანაც და მისიდანაც. თქვენს გაიზარდეთ და ისი. ვინ რა დაკარგა? ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ რა დაკარგა? თქვენი მხრიდანაც და მისიდანაც. თქვენს გაიზარდეთ და ისი. ვინ რა დაკარგა? ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ რა დაკარგა? ვინ ფინანსები დაკარგეთ? ბიჭმა. თქვენმა პარტნიორმა. ვინც არ უნდა მიყურებდეთ ახლა. თქვენმა პარტნიორმა თავისი საქციელებით დაკარგა ფინანსები და თქვენ რო დაკარგათ, წარმატებაც დაკარგა მეგობრებო. ხა. მაგრამ მოდის. მოდის, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა. კი. მაგრამ მოდის. მოდის, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა. კი. მოდის მეგობრებო. მოდის, იმიტომ რომ თავი ბალოჩი ცურავს, ეხა არ ვიცი რამდენს მოგწონთ, რასაც ვამბობ, მაგრამ ნუ მოდის. უთქვენოთ მისი ცხოვრება ბალოტია. უთქვენოთ მისი ცხოვრება არარაობა. ეს ადამიანი უთქვენოთ არარაობაა. მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ ასეა. არ ვიცი თუ გინდათ გეწყინოთ. მაგრამ ეს ადამიანი თქვენს გარეშე არის არარაობა მეგობრებო, მაგრამ ამას არ გეტყვით ის. ამას ხა როგორ იტყვით, რომ მე უშენოდ არარაობა ვარ, ამას ხა ვინ იტყვის მეგობრებო? აი არ ვიცი რუსულად როგორაა ეს პატკაბლუჩნიკ. ხო? ხო, ასე ნიშნავს რუსულად. ეს ადამიანი ამაზეც წამოვა, რასაც ეტყვით. ოღონდ მიიღოთ ბევრი თქვენთაგანის შემთხვევაში. ყველასთან ვერ ვიტყვი, მაგრამ უმეტესობასთან ასე იქნება კი. წამსვლელია ყველაფერზე. ფეხსაც დაგბანთ, ოღონდ ეს ადამიანი დაიბრუნოთ. წამსვლელია ყველაფერზე. ფეხსაც დაგბანთ, ოღონდ ეს ადამიანი დაიბრუნოთ. ამასაც გააკეთებს. რასაც ეტყვით ყველაფერზე წამსვლელია. და რამდენად ეს ადამიანი დაიბრუნოთ. ამასაც გააკეთებს. რასაც ეტყვით ყველაფერზე წამსვლელია. და რამდენს გაწყობთ ახლა ესეთი ეს მე არ ვიცი. ხო, მეგობრებო, პირი დაგრჩება დღია, ამაზეც წამომსვლელია, კი? და პირი დაგრჩება დღია, მეგობრებო, ისეთ რა უკან არ დაიხევს მეგობრებო. რა ამან არ გააკეთოს. აი ესე გითვალთვალებ ჩორიდან. ყველაფერზე წამსვლელია დედას გეფიცებით. გავგიჟდები ახლა. ხა. კი მეგობრებო, ყველანაირ სურვილს შეგისრულებთ, ყველანაირ სიტუაციაზე, დაბროზე წამომსვლელია ეს ადამიანი, ისეთი გადაწყვეტილება სამყარო სხვანაირად ამ ადამიანს არ მოუშვებს. ყოველთვის ის უნდა გააკეთოს, რასაც თქვენ ეტყვით. ეხლა თქვენ თუ გაწყობთ ესეთი ადამიანი, მე არ ვიცი, მაგრამ მე მაგალითად მე ესეთი არ მაწყობს. მე მაგალითად ესეთი არ მინდა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მინდა. ხო, მაგრამ ამ ადამიანს იმდენი დანაშაული მიუძღვის თქვენ წინაშე. ხო, სამყარო სხვანაირად არ მოუშვებს. ეს სამყარომ გადაწყვიტა, რომ ასე ყოფილიყო. რომ სხვანაირად თქვენთან არ მოუშვებს სამყარო ამ ადამიანს, თუ არა და ესე. პატკაბლუჩნიკ ზუსტად ერთი სიტყვა და ყველაფერია ჩატეული შეჭრება. ხო, აი ესე. აი ესე რასაც ეტყვით, ესე თითის მიუთითე, ზუსტად ერთი სიტყვა და ყველაფერია ჩატეული შეჭრება. ხო, აი ესე.
აი, ესე რასაც ეტყვით, ესე თითის მიუთითებთ, ესე სხვანაირად არა. ეს სამყარომ გადაწყვიტა ასე, იმიტომ რომ იმდენად გული გატკინათ ამ ადამიანმა, ხო? თქვენ რომ ამ ადამიანს თავი დაუხაროთ, ჩათვალეთ რომ იგივე და უარესის გამკეთებელია კიდევ მეგობრებო, ამიტომ რომ არ უნდა დაუთმოთ ეს ერთი. ხო. ძალა გაქვთ თქვენ. თქვენ გაქვთ ძალა თქვენსკენაა მეგობრებო. ნახეთ, პირს გააღებიებთ, დააკეტიებთ. გააღებიებთ, დააკეტიებთ. დააპაუზებთ, აამუშავებთ. დააპაუზებთ, აამუშავებთ. თქვენზეა გადაწყვეტილება მეგობრებო. თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, ისე იქნება. დაიბრუნებთ, გინდათ დაბრუნება, დაიბრუნებთ. არ გინდა დაბრუნება, უკან გააკუცურებთ. ხო. თუ გინდათ დაიბრუნებთ, თუ გინდათ გააბრუნებთ უკან. და თუ კი დაიბრუნებთ მეგობრებო ამ ადამიანს, ხო? თუ კი დაიბრუნებთ მეგობრებო. ისიც თქვენი პლუსი იქნება, რომ ეს ადამიანი იქნება ისე თქვენთან, როგორც თქვენ გინდათ. შეგიძლიათ ამ დაგავორით დაიბრუნოთ, სხვანაირად ვერა. ხო. მან ძალიან კარგად იცის, ასეც რომ უნდა იყოს. ძალიან კარგად იცის. სხვანაირად თქვენთან ვერ გაუვა და არ გაუვა. ისე როგორც იყო უკვე აღარ იქნება. დამთავრდა. ზღაპრები დამთავრდა მისგან. ან იქნება პატკაბლუჩნიკი, ან არა და არაფერი, ან ყველაფერი როგორც მე მინდა ისე, ან არაფერი, როგორც მას უნდა ისე არა, როგორც მე მინდა ყველაფერი ისე. თქვენ შემთხვევაში. არავის არაფერს არ ნერვიულობ მორიელ. მე ჩემი ცხოვრების ბატონ პატრონი ვარ და როცა მინდა, სადაც მინდა, როგორც მინდა, ისე ვარ. მინდა გრძელს ჩავიცმევ, მინდა მოკლეს ჩავიცმევ, მინდა წავალ, მინდა არ წავალ, მინდა შევჭამ, რასაც მინდა იმას შევჭამ. ხო, ანუ ხვდებით ხო მეგობრებო, ხო? და ის რომ ეხლა მე კიდე ვიღაც მოვიდეს და ჩემი აწყობილი ცხოვრება როგორც მე მინდა, მე ამაზე თანახმა ვარ. მე განვაგებ და ეხლა ვინმე მოვიდეს კიდე და აქეთ პრეტენზიები წამიყენოს და ვაიმე მე ასე არ მინდა და იგიც მაპატიეთ ეხლა ამ სიტყვის მნიშვნელობით ცოტა უხეშად ვიტყვი ქმარმა, რომ რას ლაპარაკობ. დამთავრდა მაიკინო. ხო, ვინც მისტირის, ხო, ვინც მისტირის, იმან მიიღოს. მაგრამ ის არ უნდა აგრძნობიოს, მეგობრებო, რომ ის არ უნდა აგრძნობიოთ, რომ თქვენ მის გარეშე კვდებოდით და მოკვდებით. ეს არ დაანახოთ მას. და ეხლა თუ გიღებთ ესეთი ურთიერთობა, რომ ადამიანს როცა გინდა რომ სითბო და სიყვარული აჩვენო, რაც შიგნიდან გაქვთ დაგროვებული და დაანახოთ ეს ყველაფერი და ამის დანახება არ შეიძლება. ესეთი ურთიერთობა თუ გინდათ, კიდე მე აღარ ვიცი. თქვენი გადასაწყვეტია და სიყვარულის გამომჟღავნების რო გეშინოდეთ, რომ ის მერე მოbrunდება და კიდე ამით ისარგებლებს და უარის გაგიკეთებთ, ესეთი ურთიერთობის ბოდიში და დედაც ვატირე მართლა. ხო. მე არ მინდა ესეთი ურთიერთობა და თქვენი არ ვიცი. ზუსტად. მე მაგალითად ესეთი ურთიერთობა არ მინდა. სიყვარულის გამოხატვის რომ შემეშინდება, რომ იმან მერე ზურგი არ შემაქციოს და ბოროტად არ ისარგებლოს ის, რომ ვუი მე თურმე მე რომ ვუთხრა ახლა ჩემს პარტნიორს მეგობრებო, რომ მე უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, ვერ ვიცხოვრებ და არ შემიძლია ეს რომ ვუთხრა სიყვარულით და იმან ეს რომ ბოროტად გამოიყენოს. ახლა წარმოგიდგენიათ ესეთი ურთიერთობა რა თქმა რომ ამის თქმის მეშინოდეს მე. აი უბრალოდ დაუკვირდით ახლა. ხო. რაში მჭირდება ესეთი ურთიერთობა ხომ არ მეტყვით. ხამე მარტო დარჩენის კი არ მეშინია მე. ხო, არ ვიცი სწორედ მორიელი. აი ზუსტად არ ვიცი მაგ ადგილში მიკვირს მე, მაგ ადგილას. ძამა. ხო, არ ვიცი. ვის რაში უღირთ, ყველას თავისი გადასაწყვეტია. ის როგორც უღირს, ისე გადაწყვიტავს, მაგრამ ვინც გადაწყვიტავთ ამ ადამიანის დაბრუნებას მეგობრებო, მას არ უნდა დაანახოთ ის, რომ თქვენ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ. რას ქვია არ შეგიძლიათ? თქვენ უმისოდ დაიბადეთ და უიმისოდაც კარგად იცხოვრებთ. სანამ ის მოვიდოდა თქვენ ცხოვრებაში ხო იყავით, როგორღაც. ხო და ისევე იქნებით ახლაც. უარგისის ყოლას არ ყავდეს ჯობია. მე ასე ვფიქრობდა ახლა, სხვისი არ ვიცი.
ხო. ვისაც უნდა დამეთანხმება, ვისაც უნდა არ დამეთანხმება. ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია. უბრალოდ აქ გვაქვს ჩვენი ნებართვა იმის, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ერთმანეთის გადაწყვეტილებას ვცეთ პატივი, ჩემო ძვირფასებო, მეტი არაფერი. არ ვიკამათოთ უბრალოდ. ვისაც გინდათ მიიღეთ, ვისაც გინდათ არ მიიღოთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია. თქვენი ჯიუტი პარტნიორი. უყურეთ? ეს ბოლოს სიტყვა ეხლა ამ დასტაში. ეხლა უყურეთ მეგობრებო, ესაა თქვენი პარტნიორი, ჯიუტი, თუმცა ძალიან ავტორიტეტული და აქტიური კი. ამ ადამიანთან ურთიერთობაში მუშაობა რთული, თორე შეიძლება ამის იქეთ სულ სხვა ადამიანი იყოს. ხო. უყურეთ ეხლა რა ხდება, ესაა თვითონ და ეს ხართ თქვენ. როგორ ფიქრობთ ეხლა? თქვენ ეხლა როგორ ფიქრობთ მეგობრებო? ესაა თვითონ თუ ეს თქვენ ხართ და ესაა თვითონ? რომელი ხართ ეხლა თქვენ? ეს თუ ეს მეგობრებო? ხო. ეხლა შეიცვალა. ადრე თუ იყო თვითონ ეგი და ეს იყავით თქვენ, ეხლა პირიქითაა მეგობრებო, ეს თქვენ ხართ და ეს თვითონაა, იცით? ხო. აი ასია მეგობრებო. ხო, ისე ბევრი შეიძლება მართლა იჯდეს ასე სკამზე მიჯაჭული, ვინ იცის? ხო. ასია. აბა საკუთარი თავის ფასი უნდა ისწავლოთ მეგობრებო. საკუთარი თავის ფასი. ხო. აბა რა ფრამო უნდა ეს? დედა, რა ფრამო უნდა ეს? შხიფთაქორწილში ვარ მეგობრებო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ტაროს ჩვენი ტაროს დასტიდან ინფორმაცია. ასე რომ მადლობა უფალს და სამყაროს. ყოველი გათენებული დღისთვის და მშვიდობიანად დაღამებული ღამისთვის. უფალს მადლობა და დიდება. მოდი ახლა ვკითხოთ ჩვენი ასტრაბარათებით. ჩვენი პარტნიორი. ჩვენი პარტნიორი, მეგობრებო. თქვენ პარტნიორზე რას გვეტყვის? აი მის მოსვლასთან დაკავშირებით რას გვეტყვის? მეგობრებო. მეგობრებო, ეხლა ამ კარტს შეხედეთ ეხლა. ეხლა შეხედეთ, სხვა რომ არაფერი. თქვენი პარტნიორი ზის ასე სარკისწინ და ეს თავისი გვირგვინი უკავია მეგობრებო. ეს ის გვირგვინია, რომელიც მან ჩამოიმხო თავზე, მაგრამ მას უნდა რომ ჩამოიცვას თავზე, მაგრამ ეშმაკი აგერ უხილავი ეშმაკი აგერ მეგობრებო დასტრიალებს თავზე. შენ ლამაზი ხარ, შენ სიმპათიური ხარ, შენ მიმზიდველი ხარ, სექსუალური ხარ, ამფერი ხარ, იმფერი ხარ, ისეთი ხარ და ასეთი ხარ, მაგრამ თქვენ ეს გვირგვინი ჩამოამხოთ თავზე ჩამოამხოთ საერთოდ მეგობრებო. ხო. ეშმაკი ებრძვის მეგობრებო. ხო, ებრძვის ახლა და რა ქნას? შეიძლება პრინციადაც კი. ან უნდა რომ იყოს პრინციდაც კი. პირდაპირ მნიშვნელობითაა, შეიძლება ბევრი, მაგრამ შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით. ნუ არ ვიცი ახლა ვისთან როგორ მაგრამ. ხო. ბევრის პარტნიორი შეიძლება იყოს ესე ბლანჟებით, ხო, წვერებით. მეგობრებო, დააკვირდით აბა ვის გავს. ხო. საცოდავი მისი დღე. საცოდავი მისი დღე. რა ქნას ახლა? გვირგვინი უნდა თავზე რომ ედგას თქვენ და თქვენით იყო ეს ადამიანი გვირგვინოსანი. ანა მარია ბაბუაშენი. რას ერჩი ახლა ბაბუაშენს ანა მარია? რა გინდა ბაბუაშენთან? აგერ ყავს, აგიდა ცოცხალი და ამას ერჩი შენ. ბაბუაშენთან რა გინდა? დააყენე ადამიანი იქანე სადაც ანა მარია. ხვა, თქვენი პარტნიორი ასე შორიდან ჩემო მეგობრებო.
რა ვქნა, მერთო რა ვქნა. ეს ადამიანი არის ძუნწი. მოდი ასე ვიტყვი. უყურეთ ახლა რა ხდება აქ. ხო, როგორც აქაა ძუნწი, საკუთარ თავთან მარტო. ამ ადამიანს საკუთარი თავი უყვარს, მეტი არავინ. საკუთარ თავთანაა, მეგობრებო, სიყვარულში თორე სხვა არ უყვარს, ესა ძუნწი, სიტყვა ძუნწი, სიყვარულის ძუნწი. ეს არ დაგანახებთ, არც გრძნობას დაგანახებთ. ესა მკაცრი, ეჭვიანი, ეჭვით დაავადებული ადამიანი და ესა საცოდავი ადამიანი. ერთი საცოდავი გაუბედურებული ადამიანი. ადამიანი, რომელიც ეკონომიურად გასცემს გრძნობას. მე არ ვიცი რომელი პარტნიორია ხარ, რომელიც პარტნიორია ესეთი, მაგრამ ხედავ რომ ბევრი შემთხვევაში კი თქვენ ამ ადამიანიდან არ გიგრძნიათ, გრძნობა რა არის, არ იცით. თქვენ ისიც არ იცით ამ ადამიანს საერთოდ გრძნობა თუ აქვს. ხო. თვალდაყლეპილი კი? ხო, მეგობრებო, ახლა ამას უბრალოდ თქვენ ასე საჯარო გაშლებს უყურებთ და უბრალოდ და ვერც წარმოგიდგენიათ, თორე და ამით გებულობთ, რომ ამ ადამიანს გრძნობა და სიყვარული აქვს, მაგრამ არ გაჩვენებთ ამას ეკონომიური, ეწყობა ეკონომიური აქვს დამთავრებული. ხო, ფულის ეკონომია, გრძნობების ეკონომია. ხო, ყველაფერს გასცემს ეკონომიურად. მეტი არაფერი არ იცის მეგობრებო, საცოდავი მისი დღე. და ეს ადამიანი არის ასეთი, კაცრი ადამიანი. საკუთარი თავის მხრივ არის ჭკვიანი, კი, საკუთარი თავისთვის ჭკვიანია მეგობრებო, უჭკვიანესია. უდავოდ უჭკვიანესია. ოღონდ მისი თავისთვის. ოღონდ თქვენ რამდენიც არ უნდა ახლა იპრანჭოთ. გოგოებო მაპატიეთ, მაგრამ ხო, შეიძლება აწონებდეთ თავს, შეიძლება რაღაცეებს ტვირთავდეთ. ეს ადამიანი გიყურებთ უეჭველი, გამორიცხეთ, რომ არ გიგონოთ, რომ არ გიყურებდეთ მეგობრებო, მაგრამ ნახეთ, არც გამჩნევთ, არც იმჩნევს ამას, რომ თქვენ ეს ადამიანი გიყურებს და გითვალთვალებს. მეგობრებო, ამას არც იმჩნევს და არც იტყვის. 24/7-ზე თვალთვალი აქვს. თქვენ გაგებაშიც არ ხართ, რა აკაუნთით შემოდის და გსტავკავთ. თავს მოვიჭრით უგინდათ. ხა. მაგრამ ამას არ იმჩნევს, ამას არ აღიარებს. ხო, კიდევ რას გვეტყვის? თქვენს პარტნიორზე რას გვეტყვის კიდევ? ორი კარტი. ეს არის მიჯაჭულობის კარტი. ეს არის მიჯაჭულობის კარტი, მეგობრებო. ეს არის კარგიც და ცუდიც. ერთი მხრივ კარგიც არის და მეორე მხრივად ცუდიც. ეხლა თქვენ შემთხვევაში ეს ადამიანი ძალიან მოჯაჭულია თქვენთან. თქვენ კიდევ ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებით, მინდა გითხრათ მეგობრებო, უყურეთ ეხლა რა შემთხვევაში ამ კარტს მერე ავხსნი. ხო, უყურეთ ეხლა აქ რა ხდება. ეხლა იმას ვიტყვი, რომ წერო. მოდი ასე ვიტყვი, ეს წერო ხართ თქვენ. თქვენ ძალიან ახალგაზრდად გამოიყურებით, ძალიან სუფთა ხართ, წმინდა ხართ. ეს თქვენი პარტნიორი კიდევ უფრო თავის ასაკთან შედარებით ძალიან ისეთი არის თავისი უკვე, როგორ თქვა, ასაკი ეტყობა? ხო. შეხედულად უფრო მეტი ასაკი ეტყობა ამ ადამიანს, ვიდრე არის. თქვენ ბევრად უფრო უკეთ გამოიყურებით ახლა ამ შემთხვევაში, ვიდრე თქვენი პარტნიორი მეგობრებო. ამის თქმა მინდა. ხო. თუ კი ასაკობრივი სხვაობა აქვს, შეიძლება ასაკობრივი სხვაობაც იყოს. ნუ ვისთან როგორ ახლა? ხო. და ეს კიდევ არის სიწმინდე. თქვენ ასოცირდებით ძალიან დიდ სიწმინდესთან მეგობრებო, კი. ძალიან ბევრი დახმარების ხელი გაუწოდეთ თქვენ ამ ადამიანს, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ აქამდე. ნახეთ, ხელი, წმინდა ხელი. ხელი მეგობრებო. ძალიან ბევრი დახმარების ხელი გაუწოდეთ ამ ადამიანს.
არ ვიცი ხა ვინ რა გააკეთეთ, მაგრამ მხოლოდ საუბრითაც, თუნდაც საუბრითაც მეგობრებო, თუ უშუალოდ არ ყოფილხართ ერთად, შეხება არ გქონიათ ერთად, ეს თუ მხოლოდ ინტერნეტ ნაცნობობაა მეგობრებო. აი იმ საუბრითაც თქვენ ჩათვალეთ, რომ ეს იყო თქვენი დახმარების ხელი. ძალიან წმინდა სიწმინდესთან ასოცირდებით მის თვალში. კი. აქ კიდევ ხატია ის, რომ ბევრს ოჯახი დაგპირდათ, შვილის გაჩენა დაგპირდათ, ყველაფერი სიკეთე დაგპირდათ, ხვავი, ბარაკა, ყველაფერი, მაგრამ არაფერი მეგობრებო. დაგპირდათ, მაგრამ არაფერი. ხო. დღემდე არაფერი. ხო, უბრალოდ ამის თქმა მინდა. დღემდე არაფერი. ხო, რომ მოდის იმას ნუ ჩავთვლით ახლა, ამას უბრალოდ ამბავს გვიყვება ახლა ჩვენ ასრაბარათი, რომ დღემდე არაფერი, მაგრამ ძალიან წმინდა ხართ მისთვის, სიწმინდესთან ასოცირდებით. ხო, კიდევ ასოცირდებით, ძალიან ნიჭიერები ხართ, ძალიან მოდი ასე ვიტყოდი. ამ ადამიანს უნდოდა რომ თავის ხაფანგში მოყოლოდით, ნუ შეიძლება ასეც მოხდა. მაგრამ უყურეთ რა ხდება, ნახეთ ქვემოდან რა ლამაზი კარტია. ამ ადამიანს ძალიან უნდოდა რომ მის დაგებულ ხაფანგში მოხვედროდით და შეიძლება ასეც მოხდა მეგობრებო, მაგრამ მას უფრო მეტად დაემართა ეს ხაფანგი ვიდრე თქვენ. მიხვდით ხო, რასაც ვამბობ? ხო, ის რაც თქვენთვის უნდოდა, თვითონ გაება მახეში, ამის თქმა მინდა. ხო. და ეს არის ვარსკვლავი, ეს არის შთაგონება. ამ ადამიანს იმედი აქვს, მაინც და რწმენა აქვს, რომ თქვენ ერთად იქნებით სამომავლოდ. კი. ამის ძალიან დიდი რწმენა აქვს, წამს მას ამისი. თქვენ ხართ მისთვის სამყარო, თქვენ ხართ მისთვის ძალა. თქვენზე შეიძლება ძალიან ბევრს ლოცულობდეს ეს ადამიანი და უფალს ევედრება იქ იყო ტაროს დასტაში, რომ ევედრება უფალს და ევედრება დღესაც, კი, ეხლაც ძალიან ბევრს ლოცულობს ამისთვის, რომ უფალმა იმის საშუალება მიცეს, რომ თქვენთან მოუშვას, თქვენამდე მოუშვას, თქვენ ხართ მისი სამყარო და მისი სამყარო გიკავიათ თქვენ ხელში. თქვენ როგორც გინდათ, ისე წარმართავთ ამ ადამიანთან თქვენ ცხოვრებას მეგობრებო. საკუთარი თავის რწმენა არასოდეს არ დაკარგოთ. ზუსტად. ყოველთვის იზეიმებს ანა მარია. სამყარო ჩალით და ხურული არასდროს არ ყოფილა და არ იქნება. სამყარო უსამართლოა, რო იციან, თქმა არ მიყვარს. სამყარო კი არა უსამართლო, ადამიანები არიან უსამართლოები. ხო. კიდევ ერთი კარტი. საცოდავი მისი დღე. მეგობრებო, ქვემოდან ნახეთ რა კარტია. საცოდავი მისი დღე, მეგობრებო. ეს ადამიანი თქვენთან მოვა აუცილებლად. ჯერ ერთი ის რომ სამყარო მოიყვანს ამ ადამიანს თქვენამდე. ჯერ ერთი. მეორე ის რომ ეს არის გასაცოდავებული, უსახლკაროდ დარჩენილი, უსიყვარულოდ დარჩენილი, უასოზე დარჩენილი, უბედურად დარჩენილი ადამიანი, რომელსაც თქვენ სიკეთ გზა არ აქვს. მეგობრებო. ნახეთ ახლა, მინდა გაჩვენოთ. ეს ხო ხართ თქვენ? ეს ხართ თქვენ. და ესაა თქვენი პარტნიორი. მეგობრებო. მეგობრებო, ახლა შეხედეთ. ეს ზუსტად ამოვიდა რამდენიმე ლაივის უკან, რამდენიმე ჩვენი საჯარო ლაივის თუ საჯარო ჩანაწერი რამდენიმე უკან, ხო? აი ზუსტად ეს. ეს არის უსახლკაროდ დარჩენილი, უპატრონოდ დარჩენილი, უყველაფროდ დარჩენილი, გამოგდებული ადამიანი,
გასახლებული და გამოგდებული ადამიანი. ხა ეხლა ეს აი უბრალოდ ეხლა დააკვირდით ამ ორ სურათს. ეს თქვენ ხარ და ეს თქვენი პარტნიორი მეგობრებო. როგორ ფიქრობთ ეხლა? ამ ადამიანის უკან არაფერი არაა და ამ ადამიანის უკან შეხედეთ რამდენი ანგელოზებია, რამდენი სიცოცხლეა, ცხოვრება, ხალისია, ბუნება, ლამაზი ბუნება, ამის უკან ამ საცოდავის უკან არაფერი არაა მეგობრებო. ხო. ადამიანს რომელიც არაფასებს, ადამიანმა რომელმაც არ დააფასა ეს თავის დროზე. ამ ადამიანმა რომელმაც არ მიგიღოთ თავის დროზე ისეთები როგორებიც იყავით უკეთესის ძიებაში. საუკეთესოს გკარგავდათ ან უკვე დაგკარგათ. კიდევ გავიმეორებ მეგობრებო, ბევრი მიიღებთ და ბევრი არ მიიღებთ. ვინც არ მიიღებთ, იმის შემთხვევაში დაგკარგათ, ვამბობ. ხო, და ესე მიეყუდება ეხა ესე ცარიელ ხეც არა აქვს. აქ ხეც არა აქვს. რომ მიეყუდოს ამას და გამოქვაბული, ხო, გამოქვაბული, რა ვიცი, გამოქვაბული დავარქვათ. მოდი და ესე გიყურებთ შორიდან. ხო, ესე გიყურებთ შორიდან, ხო. გიყუროთ. თქვენ როგორ კაშკაშებთ რაღაცა ინტერნეტში, დაკარგული შემთხვევაში მეგობრებო და გულდა წყვეტილი, გულდა თუთქული, გაუბედურებული, ეს უბედური ადამიანის კარტია. კიდევ დავამატეთ. ადამიანი, რომელმაც, მეგობრებო, ვითომ რაღაც წესრიგის დამყარება უნდოდა ცხოვრებაში და დარჩა გაუბედურებული, უწესოდ. ეხლა ამ ადამიანმა რა წესრიგი უნდა დაიცას, გაუბედურებულია მისი ცხოვრება. უთქვენოთ. გაჭირვებული ადამიანი, ჭკუით გაჭირვებული, თორე მეტი კი არაფრით. ხო. ეჭვიანი ადამიანი, ეს შეიძლება იყოს კიდევ რაღაც ფორმიანი ადამიანი მეგობრებო. ხშირად ამოდის სხვათა შორის. ამ 7-8 კარტში, ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ამოდის ეს კარტი. ამ კარტმა კიდევ ამ ბოლო დროს დაიწყო ამოსვლა, უსახლკაროდ დარჩენილმა ბევრს მოუწევს ეს სინანული აღარ უშველეს. ეს ძალიან ბევრს მოუწევს, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არა, რაც დაიმსახურეს, იმას იღებენ მეგობრებო. გინდ ქალბატონი, გინდ მამაკაცი არა აქვს მნიშვნელობა. ხო. ქალბატონებსაც ბევრს ეკუთვნის ეს მაპატიოს უფალმა იცის ვის რა ეკუთვნის. ხო, მაგრამ მე ჩვენ არ უნდა გვიხაროდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ რასაც იმსახურებენ, იმას ღებულობენ მეგობრებო. ხო. ასეა. თავისი სიჯიუტით. ესა ჯიუტი ადამიანი კიდე. თავისი ამპარტამნობით. თავისი ეგოისტობით და სიამაყობით. მე ვარ და ჩემი ნაბადიო, ზუსტად იმან დაღუპა ეს ადამიანი. ხო. ძალიან გაუბედურებული დარჩება პირდაპირი მნიშვნელობით ეს ადამიანი უთქვენოთ. თუ თქვენ ამ ადამიანს არ მიიღებთ და მე ვხედა რომ აქ ბევრი არ მიიღებს, ეს ადამიანი ჩათვალეთ რომ დარჩება ძალიან უბედური. ხო, ასეა, ჩემო მეგობრებო, ასე რომ უფალს თავისი სამართალი აქვს. ვინც არ მიიღებთ, ასე იქნება. ვინც მიიღებთ, კიდევ წეგან თქვით, რომ რაც უნდა გააკეთოთ, როგორც უნდა მოიქცეთ. ზოგადად ამ ადამიანს დაბრუნება არ დაბრუნების შემთხვევაში არ უნდა აჩვენოთ თქვენი დიდი სიყვარული მეგობრებო. თქვენი დიდი ემოცია არ უნდა ანახოთ, არ უნდა აჩვენოთ, არ უნდა მისცეთ. ხო, უნდა ისწავლოთ ემოციების მართვა. რაც არ უნდა დიდი გრძნობა გქონდეთ შიგნიდან და ემოცია გაწვებოდეთ, ისწავლეთ ემოციის მართვა. ამ ადამიანს არ დაანახოთ მეგობრებო. ხო. ესა კარტის რჩევა. არ უნდა დაანახოთ. რჩევა რა? ამ ადამიანთან არ გამოგივათ სხვანაირად ურთიერთობა მეგობრებო. ხო. ეს ისეთი ადამიანია, რომ ამ ადამიანთან სხვანაირად ვერ აეწყობით.
არ შეიძლება სხვანაირად. თქვენ თუ ამ ადამიანს თქვენს ემოციას დაანახებთ, სიყვარულს დაანახებთ, ამ თავდავიწყებულ სიყვარულს დაანახებთ, მეგობრებო. უარეს დღეში ჩავარდებით იმაზე, რაც გქონდათ და გაიარეთ. ამას მე გეუბნებით, გარწმუნებთ. ხო. რა თქმა უნდა, ეხა ეს ჩვენი გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ეს თქვენი გადასაწყვეტია. თითოეული თქვენთაგანის გადასაწყვეტია, მიიღებთ თუ არ მიიღებთ ამ ადამიანს, ასე რომ, ხო, უფლება თქვენზეა. ამის უფლებას ვერავინ ვერ წაგართმევთ. ვისთანაც მინდა, იმასთან ვიცხოვრებ. მინდა ვიცხოვრებ, მინდა არ ვიცხოვრებ. ხო. ერთხელ მოვედი ამ ქვეყანაზე და მე მაგალითად, სადაც ურთიერთგაგება არ იქნება, სადაც ურთიერთშეთანხმება არ იქნება, სადაც არ იქნება სიტყვა ჩვენ. იქ მე არ ვიქნები. მეგობრებო, ახლა მასწავლებელი უბრალოდ რო დაუკვირდეთ და რო ვიმსჯელოთ, ხო, საღი გონებით და აზროვნებით რო ვიმსჯელოთ, ესეც სხვანაირად ურთიერთობას ვერ აწყობ. აი, მარტო თქვენ რო გასცეთ ახლა დიდი სიყვარული, რო გაეცით და გიფასდათ? ხوار დაგიფასდათ. ხო? ახლა მარტო თქვენი პარტნიორიც არ მოგცემთ იმ სითბოს და სიყვარულს თქვენგანაც თუ არ მიიღო, ხო? ხო ასეა? ხო, ესე იგი რა უნდა იყოს ჩვენ? თანასწორად. რასაც გასცემთ, ის უნდა დაგიბრუნდეთ და რასაც მოგცემენ, ის უნდა დაუბრუნოთ, ხო? ასეა. ბალანსი. მეტი არაფერი. და ბალანსი თუ დაიკარგება, იქ უკვე დამთავრებულია, მეგობრებო. გამორიცხულია იქ. ასე რომ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. უღრმესი მადლობა ყველას, უფალსაც, სამყაროსაც, კიდევ დღევანდელი ერთი დღისთვის და კიდევ ბევრისთვის. ყოველი გათენებული და დაღამებული დღისთვის უფალს დიდება და მადლობა, სამყაროს მადლობა. რომ იმ შესაძლებლობებს მაძლევს, რაც მაქვს ყოველდღიურად. ნამდვილად მადლიერი ვარ, მეგობრებო, უმადური არასდროს არ ყოფილვარ და არ ვიქნები. როგორი ცხოვრებაც მაქვს, ისეთი მივიღე. მე პირადად მივიღე, ნუ რა ვქნა. მე მივიღე. და მინდა რომ ისე ცხოვრო ამ ქვეყანაზე, სანამ ცოცხალი ვარ, სანამ წავალ იქ ჩემ შვილთან, მანამ ესეთი ამ ცხოვრებით ვიცხოვრებ, ჩემი ადამიანობით, ჩემი გონებით, იმ გონებით, იმ საღი აზროვნებით, რაც მაქვს ქვებს არ ვისვრი და უფალს ვთხოვრო ქვების სროლა არ დამაწყებიოს, სადაც აქამდე არ დავიწყე, არც ახლა დავიწყებ, ასე რომ ხო რა, ნუ რაც მაქვს, ის მაქვს. მადლობა უფალს, რა ვქნა. მოკლედ, მშვიდობიანი ღამე ყველას. იმედი არასოდეს არ დაკარგოთ, მეგობრებო. იყავით ბედნიერები, იყავით მადლიერები, იმით რაც გაქვთ და ყველაფერი მივანდოთ უფალს. და თქვენ თვითონ დაინახათ სამყარო როგორ დაუბრუნებს ყველას პასუხს. ის რაც დაიმსახურეს. აი ზუსტად. მე კიდევ გემშვიდობებით და უღრმესი მადლობა ყველას და გელოდებით შემდეგ YouTube-ზე კომენტარებში. აბა დროებით.